მოგესალმებით მეგობრებო, მინდოდა დღეს მესაუბრა ერთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომელიც ჩვენთვის როგორც ქრისტიანებისთვის და ზოგადად ჩვენი ეკლესიისთვის არის მნიშვნელოვანი. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ. როგორც სამყარო გადის რთულ პერიოდს, ჩვენ ამ სამყაროს ნაწილი ვართ და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლოს და ამ სამშობლოს კედლებში არის ჩვენი ადგილობრივი ეკლესიაც, მართლმადიდებელი ეკლესიაც და ეს სირთულეები მოკლედ ჩვენთანაც არის ინსტიტუციურად, იმიტომ რომ ჩვენც სამუდელონიც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და მოკლედ ჩვენი მრევლიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ასევე ეკლესიის წევრები არიან და ძალიან მნიშვნელოვან რამეზე მინდა რომ ვისაუბროთ დღეს, რომ სამყარო ცდილობს, რომ სამყაროს სულისკვეთება, ანუ ამ წუთისოფლის სულისკვეთებამ როგორღაც შემოაღწიოს ეკლესიაში. მოკლედ, მთელი ისტორიის მანძილზე ესე იყო, იმიტომ რომ გარედან ეკლესიას ვერასოდეს ვერავინ ვერაფერს უშავებდა, იმიტომ რომ როდესაც ეკლესია ქრისტეში იყო და შინაგანად ძლიერი იყო, მაშინ ეკლესიის მოკლედ ხელყოფა შეუძლებელი ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ როდესაც შიდა არეულობა იწყებოდა და შიგნით იწყებოდა დაპირისპირებულობა, აი ზუსტად მაშინ ეს იყო დაგეგმილი, ყოველთვის დაგეგმილი იყო, ანუ ბოროტისული ზუსტად ამას ყოველთვის გეგმავდა და ეს გეგმა მერე ხორციელდებოდა ხოლმე ჩვენს წიაღში არსებული ადამიანების, როგორ გითხრათ, ისი ნაკლებ მორწმუნეობით, ან მყიფე სარწმუნოებით, ან ამ ნაკლებ მორწმუნეობისა და იმით გამოწვეული ამპარტავნებით, ეგოიზმით და შემდეგ აი მოკლედ თუ რამ წუთისოფლის სულისკვეთება შემდეგ პოვებდა ხოლმე რაიმე საყრდენს ეკლესიის წიაღში ზუსტად აი ადამიანების მეშვეობით, რომლებიც აი ამ სულისკვეთებით იყვნენ მოკლედ გაჯერებული და ამიტომ ჩვენი ეკლესია, ჩვენ გავდივართ ისეთ პერიოდს ეკლესია, როდესაც აი 30 წელია ვთქვათ, ესე ვთქვათ 30 წელი, 30-ზე მეტი წელია, 30 წელიწადზე მეტია ცოტა ჩვენ თავისუფლები ვართ, დამოუკიდებლები ვართ და აი ეხლა ვსწავლობთ ეკლესიას სხვადასხვა ფორმით ურთიერთობებს, ვთქვათ, სხვადასხვა რელიგიებთან, ვსწავლობთ მოკლედ სახელმწიფოსთან ურთიერთობას, ვსწავლობთ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან ურთიერთობას, რა დამოკიდებულება უნდა ქონდეს, როგორი ვსწავლობთ მაგალითად მეცნიერებთან რა დამოკიდებულება უნდა ქონდეს მეცნიერებთან, რა დამოკიდებულება უნდა ქონდეს ფილოსოფოსებთან, რა დამოკიდებულება უნდა ქონდეს მაგალითად ვთქვათ მედიკოსებთან, სამედიცინო სფეროსთან და ასე შემდეგ. ანუ ჩვენც ვიზრდებით ნელ-ნელა და ამიტომ ამ ზრდის პროცესში ძალიან ბევრი პრობლემა იჩენს თავს, იმიტომ რომ შიგნით არსებული მოკლედ აი ჩვენივე მრევლით, სამუდელოებაც რაღაცა სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მიმართულებით ვექაჩებით ეკლესიას. ეს არის ახლა მნიშვნელოვანი, ის არის ახლა მნიშვნელოვანი, ეს უნდა ვაკეთოთ, ის უნდა ვაკეთოთ და მოკლედ ეს ყოველთვის იყო ხოლმე, მაგრამ ამას ართულებს ერთი რამე. როდესაც ადრე ქრისტიან ადამიანს ან სასულიერო პირს რაიმე მსგავსი აი ხვდებოდა და იძახდა, მაგალითად ფიქრობდა, რომ აი დღეს ეკლესია ამას უნდა აკეთებდეს, ან ამას, მან იცოდა ფორმა, მიდიოდა მოკლედ ან წერილით მიმართავდა მოკლედ ეკლესია, ანუ იერარქიას, ან მოკლედ შეხვდებოდა და რაღაცა ფორმით, ანუ ესეთი პირადი კომუნიკაციით ხდებოდა ხოლმე ყოველთვის ეს გადაცემა, მაგრამ ეს ყველაფერი გაართულა ინტერნეტის სივრცემ და ეს ეკლესიის წიაღში არსებული ნებისმიერი უთანხმოება და ნებისმიერი ესე რომ ვთქვათ, აი გაურკვევლობა ყოველთვის გვარდებოდა ხოლმე შიგნით ეკლესიის წიაღში, ეს გარეთ არ გამოდიოდა ხოლმე და აი დღეს ინტერნეტის სივრცემ და ინტერნეტის მოკლედ ეპოქამ განაპირობა ის, რომ ყველა ადამიანს და ყველას ეძლევა საშუალება, რომ ზუსტად აი ამ ეკლესიის წიაღში შემოიხედოს და ისეთ საკითხებში აფათუროს ხელები და ისეთ საკითხებში ჩაერიოს, რომელიც მისთვის ძალიან უცხო არის და აი ამის საშუალებას კი აი ამ უცხო ადამიანებს მე ვინმეს ამ უცხოს რომ ამბობ, ვინმეს შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, მაგრამ მე ვგულისხმობ იმას, რომ
ანუ არანაირად ეკლესიური აზროვნება, ქრისტიანული აზროვნება არ აქვთ ამ ადამიანებს, ანუ თუ აქვთ თავისებური გაგება აქვთ რაღაცა სარწმუნოებისა, ქრისტიანობისაც, რაღაცა ეკლესიის ისტორიის არ მცოდნენი არიან და ასე შემდეგ და ამიტომ მათი ჩვენი მხრიდან, აი სასულიერო პირების მხრიდან, მით უმეტეს, როდესაც აი ამ სივრცეში შემოყავს ესე რომ ვთქვათ, გამოუცდელი გონების მქონე ადამიანები, რომლებმაც არ იციან ზოგადად ეკლესიური აზროვნება და ლექსიკონიც კი არ გააჩნიათ, ტერმინების მარაგიც კი არ აქვთ, სიტყვათა კონა მარაგიც კი არ აქვთ, რომ იმსჯელონ და იმეთყველონ ეკლესიურად, აი ყოველთვის ეს აჩენს ხოლმე გარკვეულწილად დიდ პრობლემას. მინდა გითხრათ, რომ ეკლესიას არასოდეს არ ყოლია მეგობარი. აი ის, ვინც გარე სულისკვეთებით ყოფილა, არასოდეს მეგობარი არ ყოფილა, ყოველთვის ეკლესიის მიმართ იყო ხოლმე ინტერესი. მონარქები იქნებოდნენ, იმპერატორები იქნებოდნენ, სხვადასხვა სოციალური ჯგუფები იქნებოდნენ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები თუ მმართველები იქნებოდნენ, ყოველთვის ეკლესიის მიმართ იყო ინტერესი ერთი, რომ ეკლესია ყოფილიყო რაღაცა მათი ინტერესების თანხვედრაში ყოფილიყო, ან მათი ინტერესების გამტარებელი ყოფილიყო, ყოველთვის ასე ცდილობდა გარე სულისკვეთება, ადამიანები და ადამიანთა გარკვეული სოციალური ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებისა და სხვადასხვა აზროვნების მქონე სოციალური ჯგუფები, სხვადასხვა მიზნების მქონე სოციალური ჯგუფები, რომელთაც უნდოდათ რომ ეკლესია გამხდარიყო მათი მოკლედ რაღაცა ესე რომ ვთქვათ, აი გამოსაყენებელი იარაღი მათი აზროვნებისა და მათი მიზნების განხორციელების საქმეში. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა ხოლმე შიგნით ყოფილიყო ძლიერი, შიგნით ყოფილიყო, რაც არ უნდა თავდასხმები ყოფილიყო გარედან, ყოველთვის პრობლემებიც იყო, მძიმე პრობლემებიც იყო, ამიტომ არის შექმნილი კანონიკური სამართალი და დააკვირდით იქ რა ცოდვებზეა ლაპარაკი. ცოდვა უცხო არ ყოფილა ეკლესიისთვის, იმიტომ რომ სადაც ადამიანი ეგ არასრულყოფილებაა და სადაც არასრულყოფილებაა, იქ ცოდვა და დაცემა და სხვადასხვაგვარი ყოფილა ეს დაცემა და თუ ჩაიხედავთ კანონიკურ სამართალში, ნახავთ იქ, რომ ყველა ის ცოდვა, რომელიც არსებობს ზოგადად ეკლესიის წიაღშიც არსებობდა, იმიტომ რომ ადამიანები სხვადასხვა ფორმით ზოგი ეკლესიის წიაღში ცოდავდნენ, ზოგი ამ ცოდვით მოდიოდნენ ეკლესიაში. ამიტომ ეკლესიისთვის არასოდეს არ ყოფილა ცოდვა და ადამიანი რო ცოდავს და ადამიანი რო სუსტია და ადამიანი რო დაცემულია, ეს არასოდეს გასაკვირი არ ყოფილა და უცხო არ ყოფილა ეკლესიისთვის გავსი მდგომარეობა. უცხო იყო ყოველთვის ეკლესიისთვის ცოდვის ნორმად ქცევა და ეკლესიისთვის უცხო იყო ყოველთვის, როდესაც გონების, გამოუცდელი გონების, ნაკლები მორწმუნეობის და საერთოდ უცხო სარწმუნოებასთან, მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან უცხო ადამიანები, როდესაც ფათურს იწყებდნენ ხოლმე ხელებს მოკლედ ამ ეკლესიის წიაღში. ამიტომ ეხლა რა არის მნიშვნელოვანი კიდე, რომ ნახეთ, ჩვენი მრევლის უდიდესი ნაწილის გამოუცდელები არიან, ჯერ მათ გაეკლესიურება, მყარი სარწმუნოება ვერ შეიძინეს ჯერ კიდევ რაღაცა აი სხვადასხვა მიმართულებები ვთქვათ, იქ თუნდაც კეთილი მიმართულებები, ეს იქნება პატრიოტული გრძნობები, ეს იქნება რაღაცა სამშობლოსთვის ზრუნვა, ეს იქნება სოციალურად აქტიური ადამიანები, რომ აი სოციალურად მოაზროვნე ადამიანები, სხვადასხვა მიმართულების ადამიანები, მოკლედ ჯერ კიდე მათი აზროვნება, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა ვერ მოექცა სათავეში, რომ მე ვარ ჯერ ქრისტიანი და მერე ვარ დანარჩენი, აი მერე ვავლენ საკუთარ თავს მერე. თუ კი ადამიანი შინაგანად არ გაქრისტიანდა და ღვთის მადლის მიმღები არ გახდა, მაშინ მისი ცხოვრება კი, ქრისტიანიც არის ადამიანი და დღეს უმეტესობა გარეთ ვინც არიან ეკლესიის გარეთაც და თვლიან, რომ ჩვენც ქრისტიანები ვართ და აი ეკლესიის წიაღშიც უმრავლესობა არიან ქრისტიანებიც, პირველ რიგში ქრისტიანები კი არა, არამედ ქრისტიანებიც, იმიტომ რომ მათ ჩვენი აზროვნება და ფიქრები, მიზნები და გარკვეული სულისკვეთება ჯერ კიდე ამ წუთის სოფლისა არის და ეკლესიურებიც ვართ, ეკლესიაშიც დავდივართ, ქრისტიანებიც ვართ და ამიტომაც ხდება ასეთი რამე, რომ აი სოციალურმა ქსელმა გახსნა თითქოს ეს ის და ლანძღვა იწყება. აი ხა უამრავი რამე მოხდა და კიდევ უამრავი რამე მოხდება ალბათ ეკლესიის წიაღში, როდესაც გარკვეულწილად რაღაცა აი როგორ გითხრათ, წესრიგის დადგენა და დამყარება რო იქნება, რაღაცა გარკვეულწილად ვიღაცას
ისე იგი ან საყვედურს გამოუცხადებენ, ვიღაცა შეიძლება ცოტა მეტი შეიძლება ვიღაცა სასჯელი დაედოს. ეს ეკლესიაში სულ იყო ხვალზე შეიძლება მედამედოს ეს სასჯელი და არ არის გამორიცხული არაფერი, ხო, ყველა ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რაღაცა ყოველთვის რაღაცა ადამიანებს გვეშლება და ვწოდავთ, მაგრამ ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი, არ შეიძლება ლანძღვა, არ შეიძლება ერთმანეთის მოკლედ, შეურაცხყოფა, ერთმანეთის და ნახეთ, ჩვენ ამას აი ეს სულისკვეთება შემოაქვთ, რომ ჩვენ ერთმანეთი ვლანძღოთ, რომ ჩვენ ერთმანეთი არ დავინდოთ. აი ამან ისე იგი პირდაპირი გაგებით მტრობამ ეკლესიას ვერაფერი ვერ დააკლო საუკუნეთა მანძილზე და მით უმეტეს ამ ბოლო 30 წელი, იმიტომ რომ პატრიარქთან ერთად თითქოს ეს ეკლესიის ერთობა იყო ყოველთვის და მისი უწმინდესობის რაღაც აი ამ ავტორიტეტს ეჭირა ეს ყველაფერი, მაგრამ ისე იგი როგორ გითხრათ, იცი, ერთმა დიდი ხანი აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი და დღესაც მისი ისე იგი გარკვეულწილად ავტორიტეტზე დგას ჯერ კიდევ მოკლედ ეკლესიის ისე იგი სიმყარე, მაგრამ ამავე დროს ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და თავისთავად რა თქმა უნდა პროცესები მიმდინარეობს, ჩვენ გვეშლება რაღაცეები და გადავდივართ პერიოდში, სადაც შეიძლება მისი უწმინდესობა ისი აქტიური ვეღარ არის, ხო, რაღაცა იმ ქადაგებაში, რომელსაც თქვათ კვირის მსახურების მერე, მისი მადლიანი წირვის მერე თქვათ ისე იგი სიტყვას იტყოდა, თუნდაც მცირეს, მაგრამ თავისთავად რაღაცა ჩვენთვის ძალა იყო და მიმართულების მიმცემი იყო და ამიტომ ჩვენ გადავდივართ რთულ პერიოდში გადავდივართ, მინდა იცოდეთ და ასეთი მსგავსი რაღაცები, კანონიკური სამართლის აღსრულება გარკვეულწილად რაღაც, ეკლესიის წიაღში რაც იყო, ყოველთვის რო იყო ეკლესიის წიაღში, ეს ცხოვრება ისევ იქნება და ამიტომ ჩვენი მნიშვნელოვანი რა არის, იცით? ქრისტიანულად მივიღოთ ეს ყველაფერი, არ ვლანძღოთ ერთმანეთი, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ ამას დაგვაჩვიეს. წლების განმავლობაში ამას დაგვაჩვიეს. იქ პატრიარქზე გაიხსენეთ, როგორი მოკლედ ლანძღვა იყო. შემდეგ აი ნელ-ნელა ჯერ მცირე სასულიერო პირებიდან დაიწყეს და დღესაც ახლა გამოდის მრევლის წევრი და მეორე სასულიერო პირს, აი ახლა წეგან ნახულობდი კომენტარებს, ისეთი პირითი ლანძღებიან ერთის ხარეს, იქ იმას ეძახიან, ადრე მე ვთქვი კიდეც ეს, რომ ეს დაყოფა საშინელება ვიღაცებს შავრაზმელებს ეძახიან, საშინელება ეს, ვიღაცას იმას ეძახიან, ვიღაცას ამას ეძახიან და ამიტომ სასულიერო პირებმა პირველ რიგში უნდა ვუთხრათ ჩვენ მრევლს და ყველას ალბათ აი ეს ერთხმად უნდა ვთქვათ ყველა სასულიერო პირმა და ჩვენ მრევლს მოუწოდოთ. ყველა ის ადამიანი, ვინც სოციალურ ქსელში ილანძღება, ყველა ის ადამიანი, ვინც მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა, ვინმე იმსახურებს, არ იმსახურებს, იმიტომ რომ ქრისტიანი ადამიანის პირიდან მსგავსი ლანძღვა, განკითხვა, შეურაცხყოფა, გმობა არ უნდა ამოდიოდეს და აი ჩვენ ალბათ სასულიერო პირებმა ყველას პირველ რიგში ეგ უნდა უთხრათ, რომ ეს ადამიანები შემდეგ აღსარებაზე რომ მოვლენ და ეს ადამიანები, როდესაც ზიარებაზე მოვლენ, აი ეს უნდა გათვალისწინებული უნდა იყოს და ჩვენ მათ უნდა უთხრათ და ვასწავლოთ. კი არ უნდა ვთქვათ იმას არ გულისხმობ მე რომ ისე იგი ამ ადამიანებს რაღაცა ისე იგი შეიძლება ძიმე სასჯელი დაადო ადამიანმა, არა, უბრალოდ ახსნა არის საჭირო, რომ არ შეიძლება ქრისტიანი ადამიანი მით უმეტეს მარხვაში ილანძღებოდე და მე ისე იგი მსახურებაზე იდგე და ზიარების რიგში იდგე და თითქოს აღსარებაში ნანობდა. ეს შინა და კოკასა შინა რაც ადგას იგივე წარმოდინდების. ამიტომ ჩვენ ეს წუთი სოფელი გვაძლევს ამის საშუალებას, ჩვენ ეს წუთი სოფელი იმდენად ურევს ყველაფერს, როგორც შიგნით ეკლესიის წიაღში, ასევე გარეთ, რომ მოსვენების საშუალება არ მოგცეს და სულ შფოთში იყოს ადამიანი, სულ რაღაცა განკითხვაში იყოს ადამიანი, ბილწსიტყვაობაში იყოს ადამიანი, ვიღაცა გამოუცდელია კიდე გეუბნებით ეკლესიის წიაღშია, ჯერ კიდე არ იცის რა არის ქრისტიანობა და ილანძღება სხვას, ისე იგი თუნდაც სასულიერო პირს, თუნდაც რომელიც მაგალითად მის ხედვებს არ ემთხვევა, ის სხვანაირად ფიქრობს და ის სხვანაირად ფიქრობს. აი ეს ურთიერთობა უნდა შევძლოთ ჩვენ, ჩვენი მთავარი ის რა არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის წიაღში იყო, არის და იქნება შეცდომები, მათ შორის სასულიერო პირებისა, მათ შორის იერარქებისაც, რომლებიც ეკლესიის ისტორიას თუ წაიკითხავთ, მრავალი იყო შეცდომაც და გადაცდომაც, როგორც ზნეობრივი, ასევე ესე იგი დოგმატური, საღვთისმეტყველო, ეკლესიოლოგიური, კანონიკური, ბევრი გადახვევები იყო ხოლმე და ეკლესია ყოველთვის საკუთარ თავში აკეთებდა ამას, საკუთარ მოკლედ აი
მადლისმიერ კრებსით მდგომარეობაში აღასრულებდა ხოლმე ყოველთვის ამას, რა თქმა უნდა, მრევლთან ერთად. აქ არ არის საუბარი, ისე იგი მხოლოდ და მხოლოდ დახურულად შეიძლება სამდელოებასთან, სამრევლო თვითონვე აღასრულებდა ქრისტეს მცნების მიხედვით, სიყვარულის მიხედვით, სადაც კანონზე მაღლა სიყვარული დგას, სადაც მოკლედ აი ამ იმაზე გულმოწყალება უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანის მიმართ სამართლიანობაზე მაღლა გულმოწყალება დგას და სადაც არსებობს ისე იგი კანონიკური ესეთი წესდება, რომ აკრიბია ეს არის, ოდესაც ადამიანს პირდაპირ მიეცემა ის ესე რომ ვთქვათ, მითითება და პირდაპირი გაგებით კანონიდან გამომდინარე, მაგრამ ასევე არსებობს იკონომია, სადაც ადამიანის სინანულს თუ იჩენს, მის მიმართ რაღაცა იკონომია ეშვება, დაშვება ეშვება რაღაცა. ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, ამის თქმა მინდა და ყოველთვის იყო, არის და იქნება გადაცდომელი. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ძალიან გთხოვთ, აი სასულიერო პირებმა უნდა ვუთხრათ ჩვენ მრევლს, ჩვენ თვითონვე სასულიერო პირები ძალიან მოზომილები უნდა ვიყოთ გარკვეულწილად შეფასებებში და ჩვენ არ უნდა გვეშლებოდეს პირველ რიგში. ჩვენ თვითონვე უნდა ვეუბნებოდეთ, რომ შეიძლება ვინმე სასულიერო პირმა ან იერარქმა ჩვენიდან გამომდინარე არ მოგვეწონოს რაღაც, მაგრამ ჩვენს მრევლს უნდა უთხრათ, რომ ზომიერები უნდა იყვნენ. კი ბატონო, შევაფასოთ, შეიძლება მრევლთან ერთად შიგნით სამრევლოში შევაფასოთ ესა თუ ის რაღაცა მოქმედება, რომელიც შეიძლება სარწმუნოების, ისე იგი სარწმუნოებრივი სწავლების წინააღმდეგი იყო ესა და ეს, მაგრამ უნდა აუცილებლად აღესრულოს ეს შიგნით ეკლესიის წიაღში, უნდა აღესრულოს ძალიან ღვთისმცნების დაცვით, სიყვარულით, თავმდაბლობით, მორჩილებით, ერთგულებით ეკლესიისა, გულმოწყალებით, სიყვარულით, აი რაღაცა შინაგანი მადლისმიერი მოქმედებით და ყოველთვის შიში უნდა გქონდეს და რიდი უნდა გქონდეს იმისა, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ, ჩემი გულიდან, ჩემი ბაგეებიდან, ჩემს გონებაში არ იბადებოდეს და არ ცხოვრობდეს ნებისმიერი ადამიანისადმი, მოკლედ ისე იგი გინებისა და ლანძღვის სულისკვეთება, რაც არ უნდა ადამიანი შეიძლება დამნაშავე იყოს. მით უმეტეს თუ კი ის მოკლედ ჯერ კიდევ არის და მოკლედ ეკლესიის წევრი არის და ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ ეს მიზანმიმართული არის, ვისი ბოროტის სულისგან არის, ამ წუთის სოფლის სულისკვეთებისგან არის დაგეგმილი, მაგრამ მისი განმახორციელებლები ყველა შეიძლება იყოს. ყველა ვინც გინდათ, როგორც ავთქვი, რომ ქრისტეს მეგობარი არ ყავდა, მხოლოდ მცირე ადამიანთა, ესე იგი, ერთობა, რომელსაც აი 12 მოციქული ქვია და იმათაც კი ვერ უერთგულეს ბოლომდე იმ კრიტიკულ მდგომარეობაში, ისინიც კი დაიფანტნენ მაშინ, ხო? ამიტომ ქრისტეს ამ წუთის სოფელში მეგობარი არ ყოლია და ამიტომ ამ წუთის სოფელში არავინ ეკლესიის მეგობარი არ იქნება, ეკლესიისა, რომელიც ქრისტეს მისტიური სხეული არის, ყველას თავისი ინტერესები ამოძრავებდა ხოლმე, როგორც ავთქვით, როგორც შიგნით მყოფ ადამიანებს, მოკლედ ასევე მაგრამ გარეთ მყოფ ადამიანებს და მაგრამ ყოველთვის იმარჯვებდა ეკლესია, რატომ? იმიტომ რომ ეკლესია ქრისტეს სულისკვეთებით დადიოდა და თუ კი ეკლესია ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრობდა და აღასრულებდა შიგნით თავის მოღვაწეობას და ურთიერთობა მრევლს შორის, სამღვდელოებას შორის, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე შეიძლება ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ დაცემაც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი მძიმე დაცემებიც იყო, მძიმე ცოდვებიც იყო, მაინც შიგნით მადლისმიერად, ქრისტეს მცნებები არის ჩვენი სალბუნი, ქრისტეს მცნებებია ჩვენი მაკურნებელი და ყოველთვის ქრისტეს მცნებების მიხედვით ხდებოდა ნებისმიერი ადამიანის, შეცდომილი ადამიანის, ცოდვილი ადამიანის, დაცემული ადამიანის კურნება. ამიტომ ეკლესია ეს არის, ქრისტე არის ყველაზე დიდი მკურნალი და ეკლესიასაც პირველი დანიშნულება, რაც აქვს და პირველი სამოღვაწეო, ესე რომ ვთქვათ, ასპარეზი, რაც აქვს ეკლესიას, ეს არის ადამიანთა სულთა განკურნება და ადამიანების მომზადება ცათა სასופევლისათვის. ყველაფერი დანარჩენი, რაც ამისგან არის უცხო, ყოველთვის უცხო იყო ეკლესიისათვის. ამიტომ ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ. ჩემო მეგობრებო, ჩემო მამებო, ძმებო, რომ ყველამ აუცილებლად, სადაც ვნახავთ ალბათ, ჩვენი მრევლი, ბევრი ვნახე, მრევლი, წარმოიდგინეთ, მრევლი არიან და ისეთი ენითი ლანძღებიან, ისეთი პირით მოკლედ, არა მხოლოდ ბილდს სიტყვაობენ, გმობენ, არ ვიცი, ისე დღეში არიან, რომ ეს კარგს არაფერს არ მოგიტანს. არ არსებობს სამართლიანი გინება, არ არსებობს სათნო ან კეთილი ლანძღვა,
არ არსებობს მსგავსი რამე. ანუ ბილსიტყვაობა, ლანძღვა არის ადამიანს, როდესაც ბილსიტყვაობ ადამიანის მიმართ, როდესაც გმოვ ადამიანს, როდესაც შენ ლანძღავ ადამიანს, როდესაც შეურაცხყოფ ადამიანს უშვერი სიტყვებით, აქ ქრისტესთან კავშირი არაფერს არ აქვს. მიხვდით? არასოდეს არაფერთან არ აქვს ამას ქრისტესთან კავშირი და ამიტომ თუ ქრისტესთან კავშირი არ აქვს, ის კეთილს არაფერს არ მოიტანს. დღეს ადამიანები, რომლებიც ეკლესიის გარეთ არიან, მათთვის ეს არ არის პრობლემა. მათ შეიძლება ჩათვალონ, რომ თან ქრისტიანები არიან, თან მარხვაზეც არიან სხვათა შორის იქ რაღაცა, მაგრამ თავისებურად როგორც ესმით ეს მარხვა არავის არაფერს არ უკარგავს უფალი. როგორც იძახის, ერთი ჭიქა წყალიც გრილიც რო დაალევნოთ, ვისმენ ესეც არ დაგეკარგებოთ, ხო? არავის არაფერს არ უკარგავს, მაგრამ გამოვლენითად გულისხმობ. ადამიანს შეიძლება მარხვაზეც იყოს, საკვებით მარხულობდეს, მაგრამ ამავე დროს თვლიდეს, რომ სამართლიანად აგინებს ვინმე, სამართლიანად ლანძღავს ვინმე, მათ შორის სასულიერო პირებს, მათ შორის მღვდელმთავრებს, იერარქებს. ხო ხედავთ რა ხდება? ძალიან მძიმე პერიოდს გავდივართ. ეს წუთი სოფელი აი ამ ნაგავს, ესე რომ ვთქვათ, ჩვენში დაგროვილ, ესე რომ ვთქვათ, ჩირკს და ნაგავს, რომელიც ადრე ყოველ შემთხვევაში შიგნით იკურნებოდა ხოლმე, შინაგანად კურნავდა, როგორც გითხარით, ეკლესია. დღეს აი ამ ინტერნეტის სივრციდან გამომდინარე, ყველაფერი გარეთ გამოდის ყველაფერს და ამიტომ როგორი მყარი სარწმუნოება გვჭირდება ჩვენ, რომ ქრისტე არ დავკარგოთ, ეკლესია არ დავკარგოთ, სარწმუნოება არ დავკარგოთ, არ დავკარგოთ საიდუმლოებებთან მიახლოების, მოკლედ ესეთი ცხოველი, ცოცხალი სურვილი, რომელიც არის, ეს არ უნდა დავკარგოთ, ქრისტეში ღმერთობა, ეკლესიაში, რომ ეკლესია არის მისტიკური სხეული ქრისტესი, რომ ამ ეკლესიაშია ცხონება და ცხონების საშუალება არის ამ ეკლესიის წიაღში აღსრულებული საიდუმლოებანი, რომელიც სულიწმინდის მადლის წყაროები ხდებიან და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მხოლოდ აქ ხდება ადამიანის კურნება და ეკლესიის გარეშე აი ამ გამკურნების საშუალება არ აქვს ადამიანს და ამიტომ ბევრი რამ იქნება ესეთი და ჩვენ უნდა როგორც ეკლესიის წევრებმა პასუხისგებლობა უნდა ავიღოთ ამაზე, მით უმეტეს სასულიერო პირებმა პასუხისგებლობა უნდა ავიღოთ ღვთის წინაშე, ისედაც გვაკისრია ეს პასუხისგებლობა და ერისა და ჩვენი სამრევლოსი და ერის მორწმუნე საზოგადოებისა და ერის წინაშე უნდა ავიღოთ ეს პასუხისგებლობა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ხდებოდეს, ჩვენ ღვთისმცნებით ვიმოქმედოთ, არ ვილანძღოთ, არ ვიბილსიტყვავთ. აი ნახეთ, გადახედეთ ახლა რაზეც საუბრობ დღეს, უბრალოდ ნახავთ, მე ნამდვილად არავის არც ჩემი საქმე არ არის, არც არავის დაცვა, ჩემი საქმე არ არის, არც არავის მოკლედ მხარეზე დგომა, იცით თქვენ, მე ბევრჯერ მithქვამს ეს, მაგრამ მე ვიძახი ერთ რამეს, ეს წუთი სოფელი და ამ წუთი სოფლის სულისკვეთება არ გვასვენებს, რომ ვიყოთ გარკვეულწილად მშვიდად, შინაგან სიმკვდროვეზე ვიზრუნოთ, ქრისტესთან ურთიერთობაზე ვიზრუნოთ, ისე იგი გარკვეულწილად მშვიდი ლოცვა ვისწავლოთ, ყოველთვის ვცდილობს, რომ რაღაცა შფოთი შემოიტანოს და ამიტომ ამ შფოთს ჭირდება ძალიან სწორი პასუხი. ამ შფოთს ჭირდება, როგორც ის არის, რომ გესროლოს ბოროტმა სულმა და რომ მოგარტყა მხარში, უნდა ამოიღო ეს ის არის და უკან უნდა ესროლო და დაუბრუნო, ხო? რაღაცა უნდა სულიერად უპასუხო, ქრისტეს მცნებებით უნდა უპასუხოთ ჩვენ და ამითი დავძლებთ. ყველაზე მთავარი ეს არის, რომ ჩვენ ამითი დავძლებთ ამას. ჩვენ ამით ვაჯობებთ ამას. ჩვენ ამითი გამკურნავთ ამას და სხვა შემთხვევაში ჭრილობა უფრო ფართო გახდება. სხვა შემთხვევაში ჭრილობა უფრო ღრმა და უფრო ინფექცია შეჭრილი გახდება. სხვა შემთხვევაში სიმშვიდე უფრო დაიკარგება. სხვა შემთხვევაში უფრო მეტი შფოთი იქნება და ეს წუთი სოფელი ნელ-ნელა იმ პატარ-პატარა იმ ადამიანების საშუალებით, სამღვდელოება იქნება თუ ერის ადამიანების საშუალებით, ყოველთვის წუთი სოფელი ცხოვრობდა ეკლესიაში, მაგრამ ჭარბად შემოვა დღეს, იმიტომ რომ ეს ინტერნეტის სივრცე ესე ჭარბად შემოაქვს ეს ამ წუთი სოფლის სულისკვეთება, იდეოლოგია, მიზნები, ისე იგი სიბილწე და ასე შემდეგ, ჭარბად შემოდის და აქ უკვე ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ ამას პასუხი გავცეთ და სწორი პასუხი გავცეთ. რატომ? იმიტომ რომ ჯერ არ ვიცით, ჩვენც ახლა ვსწავლობთ. ამიტომ ჩემი ეს საუბარი არის ზუსტად სასწავლებელი, რომ მოვითმინოთ
მოვითმინოთ ნუიბილ სიტყვავთ, ერთმანეთს ნუ გავლანძღავთ, მრევლი ნუ დაუპირისპირდებით ერთმანეთს, სამღვდელოება ნუ დაუპირისპირდებით ერთმანეთს. ანუ ეს არის ყველაზე მთავარი. რომს დაპირისპირებულები ვიყვეთ შიდა სივრცეში, ისე როგორც ქრისტემ გვითხრა, ისე როგორც სულიერ ცხოვრებაში ესაბამება, ისე როგორც წმინდა მამებმა გვასწავლეს, რომ ამ წუთი სოფლის სულისკვეთების მარწუხებში არ მოვექცეთ. შემდეგ ამისგან განთავისუფლება ძალიან რთული ყოფილა, ძალიან უჭირდა ხომ ეკლესიას, იმიტომ რომ ეშფოთი თუკი ზემოთ ავიდა, ეშფოთი თუკი სულ ზემოთ ავიდა, სადაც სიმშვიდე უნდა იყოს, ანუ თავში, გონებაში, ესე რომ ვთქვათ, ეკლესიის თავში, ეკლესიის თავი ქრისტეა, რა თქმა უნდა, მე ვიძახი ინსტიტუციურად თუ თავში შევიდა ეშფოთი, მაშინ ძალიან რთულია, იმიტომ რომ გაიხსენეთ წირვაზე, აი მე პირადად როცა წირვაზე შფოთი მაქვს, როცა წირვაზე რაღაცა შინაგანი გაღიზიანება მაქვს, აი მრევლსაც თავისთავად ეთყობა, იქ ლაპარაკს იწყებენ ის, მაგრამ თუ მე შინაგანად გაწონასწორებული სიმშვიდე მაქვს, რაღაცა ყურადღებით ვლოცულობ, მრევლის თავისთავად ამას მოყვება. ამიტომაც აქაც მნიშვნელოვანია ეს. თუ კი ეკლესიის ზედა მხარე იქნება მშვიდი, ქვედა მხარესაც მოკლედ სიმშვიდე გადმოგვეცემა და ჩვენც მივიღებთ ამ პასუხისგებლობას და გადავცემთ უფრო ქვედარგოლს. ის ქვედარგოლი კიდე ქვედარგოლს და თავარი რა არის? აი ეს ეკლესიაში არსებული სიმშვიდე მერე ერს მოეფინება ძნელად, იმიტომ რომ გაღიზიანებულია დღეს ერი რაღაცა თითქოს აი დაპირისპირებულია ლანძღავენ, აი რაღაცა ეს წუთი სოფლის სულისკვეთება მოიცვა ერი თითქოს, მაგრამ აი ეკლესია შეუძლია ეს სიმშვიდე ჩაუშვას. მაგიტო იყო საქართველო ყოველთვის ძლიერი, იმიტომ რომ ეკლესია ყოველთვის ძლიერი იყო, ქრისტეს მცნებაში იყო ძლიერი და მადლი მოქონდა, ანუ მადლის მიმღები იყო უმეტისაგან, ჭარბად იყო მადლის მიმღები და ამ მადლს მოკლედ უწყაროებდა ხოლმე. აი გაიხსენეთ, აი ეკლესიის როგორ მდგომარეობას ვიტყვი, ნავი რო არის, გახსოვთ, სახარებისეული ნავით რო გადაადგილდებიან გალილეის ზღვაში, მოკლედ მოციქულები და მაცხოვარს უძინავს, გახსოვთ, ტალღები გამოვარდება და მაცხოვარს ეუბნებია, რომ უფალო გაიღვიძე ვერახე, ანუ დავითქვებითო და ანუ რა უნდათ მოციქულებს, რომ ქრისტესთვის ეს შფოთი თვითონ რომ აღშფოთნენ და თვითონ რომ შიში ქონდა და შინაგანი მღელვარება ქონდათ, ეს შეეტანათ, ანუ მიეტანათ ქრისტემდე და ქრისტე წამოდგა და მათი მღელვარება კი არ მოიღო და თვითონაც კი არ დაიწყო უი ეს რა ხდება, არამედ ნახე რა ქნა ქრისტემ თავისი სიმშვიდე გადასცა ზღვასაც და ზღვა არის ეს წუთი სოფელი, თავისი სიმშვიდე გადასცა მოციქულებს და მთლიანად ნავს, ანუ ეს არის ეკლესია და შიგნით არსებული ჩვენ, ანუ ეკლესიის წევრები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეკლესიას ეს სიმშვიდე გააჩნდეს და ყველა ჩვენთაგანი ვართ ამ სიმშვიდის გარანტი. ჩვენი გულში არსებული სიმშვიდი არის, ჩვენი როგორ გითხრათ, არაბილდ სიტყვაობა, ჩვენი უბოროტობა, ჩვენი ერთმანეთისადმი, ანუ თუკი არ გვექნება შურიანი დამოკიდებულება, არ გვექნება ერთმანეთისადმი დაპირისპირებულობა, ესე რომ ვთქვათ, გამოხატული, რომელიც ისე იგი გამოიხატება ლანძღვაში, გინებაში და შეურაცხყოფაში, თან მით უმეტეს საჯარო სივრცეში, თუკი ეს არ გვექნება, მაშინ ეკლესია, როგორც ჩვენ, ანუ ეკლესიის წევრები, აი ამ სიმშვიდის, ანუ მადლის, სიმშვიდის, ესე რომ ვთქვათ, მშვიდობის სულის მიმღები გახდება ყველა ჩვენთაგანი და მათ შორის მთლიანად ეკლესია და ამას უწყაროებთ მერე დანარჩენ ერს. აი ეს არის, ანუ ყველა ის ადამიანი, ვისაც შფოთი შემოაქვს, აი ამ ეკლესიის წიაღში შფოთი შემოაქვს და ფიქრობს, რომ სამართლიანია ეს შფოთის შემოტანა, თითქოს აი სამართლიანად აკეთებს ამას, იმიტომ რომ დღეს ესე უნდა იყოს და თუნდაც კი ბატონო რაღაცა კიდე ვიძახი, ამას არავინ არ იძახის, რომ უთანხმოება და რაღაც ეკლესიაში არ ყოფილა, მაგრამ როდესაც აი ამ შფოთს უფრო მეტ ადამიანს გადასცემს და მთლიანად ეკლესიას მოსდევს ამ შფოთს და ადამიანებს არაცდის, ანუ ღვთისმცნების მიხედვით გადაწყდეს ეს შფოთვარება და მღელვარება, რომელიც ეკლესიის წიაღში არის და აი ეს შფოთი და მღელვარება კიდე ეკლესიის გარეთ გააგდა, ეკლესიის გარედან შემოყავს, ეს კიდე ჭარბად სულისკვეთება, ესეთი ადამიანი აუცილებლად, როგორ ვთქვათ, ღვთისაგან წყალობას ვერ მიიღებს და თუ კი ღვთის წყალობა არ ექნება ადამიანს დამიჯერეთ, ოდესღაც ძალიან გაუჭირდება და ძალიან დაეცემა ადამიანს. ამიტომ მინდა გითხრათ ყველას, ეს სიმძიმე რო არ აიღოთ საკუთარ თავზე, არ განიკითხოთ, არ გალანძღოთ, არ იბილდ სიტყვავთ,
არ დაგმოთ ერთმანეთი, არ დაუპირისპირდეთ საჯარო სივრცეში, არც სასულიერო პირები, არც ერის ადამიანები ერთმანეთს არ დაუპირისპირდეთ, რომ წუთი სოფლის სულისკვეთებამ არ გაიმარჯვოს ჩვენში და წუთი სოფლის სულისკვეთებას არ მივცეთ საშუალება, რომ გაიმარჯვოს ეკლესიაში, როგორც ინსტიტუციაში, თორე შფოთი ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს. ეკლესია, როგორც მაცხოვარმა თქვა, კლდეზეა დაფუძნებული და მას ბჭენი ჯუჯუხეთისანი ვერ მოერევიან. ეკლესია იყო, არის და იქნება და მას ვერ შეეხება შფოთი, იმიტომ რომ ის სულიწმინდის მადლით არის დადგენილი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეკლესიას ასევე შევადგენთ ჩვენ ადამიანები და ეს შფოთი და ეს მოკლედ ესე იგი დაპირისპირებულობა და შინაგანი მღელვარება ადამიანის მხედრი ხდება ხოლმე. ამიტომ აი მინდა გითხრათ, აი დღესაც, ანუ გუშინ წინ დღეს და ხვალ ზეგ მაზებ, ანუ იქნება ძალიან რთული პერიოდი. ძალიან რთული პერიოდი გვექნება ჩვენ დასავლელი როგორც ეკლესიას და ამიტომ ყველას პასუხისგებლობა არის. ყველა ჩვენთაგანის პასუხისგებლობა მიუხედავად ყველაფრისა. ეკლესიაში იყოს სიმშვიდე მეტნაკლებად, თუ ეკლესიაში შეიძლება იყოს რაღაცა ის რამაც შეიძლება ყოფილა, იყო, არის და იქნება გარკვეული უთანხმოება, გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირებულობა, ცდომილება, ცოდვა, ვნება, დაცემა, ეს ყველაფერი ღვთის ცნების მიხედვით, ქრისტეს მცნებების მიხედვით, სახარებისეული მცნების მიხედვით, წმინდა მამათა 2000 წლოვანი გამოცდილების მიხედვით გადავჭრათ, რომ ამ წუთი სოფლის სულისკვეთება არ შემოვიდეს ეკლესიის წიაღში, რომელსაც ძალიან ლამობს და ყველანაირად ცდილობს მოკლედ, რომ აი ეს სიმშვიდე და აი ეს სიმყარე, რომელიც ეკლესიას გააჩნია, მოკლედ მოშალოს, მოანგრიოს და მოკლედ ბევრი ადამიანი გაუყენოს წარწმედის გზას და ჯოჯოხეთის გზას. მოკლედ ღმერთმა მშვიდობა მოგცეს ყველას, ღმერთმა შინაგანი სიმყარე მოგცეს, სიმშვიდე მოგცეს და პასუხისგებლობის განცდა მოგცეს ღვთის წინაშე, ეკლესიის წინაშე, ჩვენი მრევლის სამრევლოს წინაშე, ჩვენი სამშობლოს წინაშე და ზოგადად ადამიანობის წინაშე. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული ამყოფოს ჩვენი ეკლესია, ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლო და ყველა ჩვენთაგანი ჩვენ ოჯახებთან ერთად. ამინ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.